გამარჯობა ამინა. გამარჯობა გოგოებო. კარგი, ლუზერებმა $20 გადმორიცხეს. რასაკეთებ ამინა? ვამოწმებ რამდენი თანხა ჩარიცხეს შინაური ცხოველებისთვის დიდი თანხა შეგროვდა. $1,000,000-მდე მხოლოდ 999,000 მაშორებს. ამის შეგროვებას დიდი დრო დასჭირდება. $1,000,000 შეგროვება შეუძლებელია. თუ ყველა ადამიანი $1 მაინც გაიღებდა, დიდი ხნის წინ შევძლებდით ცხოველების დახმარებას. მე მინდოდა ახალი ჩანთის ყიდვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძაღლებსა და კატებს ეს ფული უფრო დასჭირდებათ. მადლობა, ლორა, შენ ძალიან კეთილი ხარ. კარგი, ლორამ $100 შესწირა. მე ახალი პომადისთვის ფულს ვაგროვებდი. მადლობა, გაბი. ჩვენც გვინდა დავეხმაროთ მაწანწალაშინაურ ცხოველებს. მადლობა დახმარებისთვის, გოგოებო. რა საყვარელი და ფუმფულა არსება. ღმერთო ამინა, რატომ მოიყვანე კამპუსში ცოფიანი ძაღლი? ჩემი ძაღლი ცოფიანი არ არის, მას უბრალოდ არ მოსწონხარ. ძაღლებს შეუძლიათ ბოროტი ადამიანების ამოცნობა, სწორედ ამიტომაც გიღრენს. ეს შენ ხარ ბოროტი, მე კეთილი ვარ. მენდი, თუ ასეთი კეთილი ხარ, დაგვიმტკიცე ეს. გაიღე თანხა ცხოველების დასახმარებლად. გონია შინაური ცხოველებისთვის გადახდილი ფული ვინანე? მადლობა, მენდი. კარგით, გოგოებო, ფულის შეგროვება კიდევ მჭირდება. ჩვენ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებით. იჩქარე, არ მინდა რომ ვინმე ჩვენი კალათბურთის მოედანი დაიკავოს. ნუ ღელო ბენს, ჩვენ მათ გამოვუშვებთ რო რამე. ჰო, ესეც ასე. აბა, რა მოხდა გუფი? მე გითხარი რომ გამიმართლებდა. მე ყოველთვის გეუბნებოდით. შეხედე, ლოტარიაში ფული მოვიგე. რამდენი მოიგე? არ მითხრა რომ ეს $1,000,000-ია. კი, $1,000,000-ია. აქვე წერია. $1,000,000-6,0-ით. მორჩი ტყუილებს, ამდენს ვერავინ მოიგებს. ვერავინ შეძლებს, მაგრამ მე შევძელი. თქვათ რომ დაგიჯერეთ რომ $1,000,000 მოიგე. სად არის ახლა ის? სად არის ფული? ფული ბანკშია, ჯერ არ მოუციათ ის. მე ზარს ველოდები. გუფი, იქნებ ეს გესიზმრება. ერთხელ მეც კი ვოცნებობდი რომ ქალთევზა გამხდარიყავი და რომ გამეღვიძა, კუდის ძებნა დავიწყე. 100% დარწმუნებული ვარ რომ ეს სისმარი იყო, მაგრამ ეს სისმარი არ არის. მე ნამდვილად მოვიგე ფული. დიახ, გუფი ვარ. ანუ ფულის აღება უკვე შემიძლია? მოვდივარ. ბანკმა დამირეკა, მე მივდივარ ჩემი $1,000,000 ასაღებად. ის იტყუება, ის $1,000,000 ვერ მოიგებდა. ამოხდება თუ მართლა მოიგოთ. შენ რას ფიქრობ, ის ერთადერთი იღბლიანი ადამიანია? ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია ბილეთების ყიდვა და $1,000,000-ის მოგება. გუფი ერთი წელია ყოველდღე ყიდულობს ლოტარიის ბილეთებს და მან მხოლოდ ახლა გაიმარჯვა. ის ყოველდღე ყიდულობდა მათ და ჩვენ კიდე ბევრს ვიყიდით ერთდროულად. მათ შორის მომგებიანი ბილეთი აუცილებლად აღმოჩნდება. ასე რომ ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვექნება გამარჯვების. წამოდით, ბილეთები ვიყიდოთ, სანამ ვინმე სხვა მოიგებს ჩვენს $1,000,000-ს. ლორა, შენ მართლა გიყვარ შენი შეყვარებული. იცი გაბი, ჩემი ბენსი კარგია, მაგრამ ხანდახან ის ძალიან მაბრაზებს და არ უყვარს ჩემზე ფულის დახარჯვა. კაფეში ვახშამს მე ვიხდი, კინოს ბილეთებს მე ვყიდულობ, ბამბის კამფეტსა და ნაყინსაც კი ყოველთვის მე ვყიდულობ. თუ ასეთი ხარბია, მაშინ დაშორდი მას. ვერ დავშორდები გავი, ის მალე მანქანას იყიდის და მე სკოლის ავტობუსით აღარ ვიმგზავრებ. თუ კამპუსში შეყვარებული მეყოლება, მინდა რომ მთელი ფული მხოლოდ ჩემზე დახარჯოს. კამპუსში ასეთი ბიჭები რომ მართლა ყოფილიყო, პირველი მე ვიქნებოდი, ვინც მას შეხვდებოდა. რატომ? შენ და არა მე? იმიტომ რომ მე ასე ვამბობ. სულ მან დაპირებ ჯდომას? კარგი, მოვდივარ. რამდენ ხანს აპირებენ თამაშს? სხვათა შორის ახლა ჩვენი ჯერია. საიდან უნდა ვიცოდე? წადი და კითხე მათ. რატომ მე? შენ ხარ კაპიტანი, წადი და შენ ასეთი მშიშარა ხარ? დენს, მართლა მშიშარა ხარ? გეშინია? წადი და იკითხე, თუ ასეთი მამაცი გონია შენი თავი. ახლავე წავალ და ვკითხავ. მე ასეთი მშიშარა არ ვარ. უყურე და ისწავლე, დენს.
აბა მორჩა თქვენი დრო ამოიწურა მეგობრებო. რამე პრობლემაა, ბიჭო? პრობლემა ნამდვილად არის. ჩვენც გვინდა კალათბურთის თამაში. სხვათა შორის ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც კალათბურთის მოედანზე მოვედით, რომ იცოდეთ. იმდენს ვერ ითამაშებთ, რამდენიც თქვენ გინდათ. ვითამაშებთ. ჰეი, დააბრუნე ბურთი. აბა გაბედეთ და კიდევ ქენით ეგ. მორჩა, ახლა ჩხუბი მოხდება. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა გოგონებო. ისევ კალათბურთის მოედნისთვის ჩხუბობთ? ხო, მათ შუა თითი გვიჩვენეს. ჩვენ თვითონ გავარკვევთ ამას ამინა. ისე ერთად თამაში გიცდიათ აქამდე? შეწყვეტეთ მოედნისთვის ბრძოლა. ისინი მართლები არიან. ეს სახალისო იქნება. კარგი, თანახმავარ, მეც თანახმავარ. აბა ბიჭებო, ვითამაშოთ მათთან? ხო, ჩვენ მათ ადვილად დავამარცხებთ. ბიჭებო, სანამ თამაშს დაიწყებთ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ თანხის შეგროვებაში. გთხოვთ. გმადლობთ. კარგ თამაშს გისურვებთ. ბოლო ბილეთით ცარიელია. შენ რა სიტყვი პონკა? ჯანდაბა, ჩემიც ცარიელია. რაიმე მოიგებუშტო? არა, მეც არაფერი მაქვს. სულელური ლატარია, ფული ტყუილად დავხარჯეთ. სისულელე შემოგთავაზე. ჩვენ მილიონის მოგება მაინც ვსადეთ. ჰეი, მეგობრებო, რას აკეთებთ აქ? ვერ ხედავ, ვისვენებთ და მზის აბაზანებს ვიღებთ. მილიონი ბანკიდან გამოიტანე? შეხედეთ. ვაუ, ნამდვილი მილიონი. გუფი ახლა რის გაკეთებას აპირებ ამით? ჯერ არ ვიცი, იქნებ უკაცრიელი კუნძული ვიყიდო, ან ილონ მასკთან ერთად მარსზე გავფრინდე? შენ რა, სულელი ხარ? მე სულელი არ ვარ. საჩუქარი მაქვს თქვენთვის. საჩუქარი ჩვენთვის? კი, წამოდი გაჩვენებთ. გუფი, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიაროთ დახუჭული თვალებით? სულ ცოტაც და თითქმის მივედით. ახლა შეგიძლიათ თვალები გაახილოთ. ვაუ! მოგწონთ? ვაუ, ეს სამეფო ზომის პიცაა, ღმერთო ჩემო. კი, სპეციალური შეკვეთა გუფისთვის. ვაუ, ამ ხელა პიცა ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ასეთი მრავალფეროვანი არომატებით. შენ შეგიძლია იყიდო ყველაფერი, რაც გინდა, ხო? ახლა შენ შეგიძლია შეიძინო ყველაზე მოდური სამოსი. ბევრი მაგარი მაღაზია ვიცი. ჯერ პრადაში, გუჩიში, ფენდისა და ლუი ვიტონში წავიდეთ საყიდლებზე. მოდით ერთად ვიყიდოთ ბილეთები და დისნეილენდში გავფრინდეთ. ატრაქციონებზე ვისეირნებთ და უგემრიელეს ჰოთ-დოგებს შევჭამთ. მე იქ ნამყოფი ვარ. პრობლემა არ არის. ჩვენ გვაქვს ფული და თუ რამეა, სადმე ოკეანეში რომელიმე უკაცრიელ კუნძულსაც ვიყიდი. გუფი, შენ საუკეთესო მეგობარი ხარ. აი, შენც აქ ხარ. გუფი, ძვირფასო. ვირფასო? გამარჯობა გოგონებო. გუფი, მართალია რომ $1,000,000 მოიგე? კი, გოგოებო, სიმართლეა, მან $1,000,000 მოიგო. ბუშტო გაჩვენდი. მე შენ არ გელაპარაკები. მაშ მართალია ძვირფასო? კი, ეს სიმართლეა. გთხოვ რომ გვაჩვენო. ამდენი ფული ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ვერ ვიჯერებ და რას აპირებ ამ ფულით? დისნეილენდში მივფრინავთ. შეგიძლიათ თქვენ წამოხვიდეთ? ყოველთვის მინდოდა იქ წასვლა. შეგახსენებ რომ ლორას შეყვარებული ყავს და შენ გინდა თქვა რომ ისიც ჩვენთან ერთად წამოვა? არა, ის არ წამოვა, ჩემს ბენს თვით ფრინავით ფრენის ეშინია. ეი ლორა, ვიცი რომ იქ არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონები. გინდა რომ ერთად ვიაროთ იქ? ჩვენთან ერთად არ ვივლი, გუფისთან ერთად კი ვივლი. კარგი, რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. გაბი, წავიდეთ. თქვი, წავიდეთ მეთქი. ეს შესანიშნავი იყო. კი, მაგარი თამაში იყო. ბენს, ჩვენ ვშორდებით. ჰა? რა? ლორა, რაზე ლაპარაკობ?
ბენს, ნუ ღელავ, ეს შენი ბრალი არ არის. მოკლედ, გუფიმ ლატარიაში $1,000,000 მოიგო და დისნეილენდში დამპატიჟა. რა? გაიგონეთ ეს? კი, მან ლატარია ითამაშა და შემთხვევით მოიგო. სხვათა შორის მეც დისნეილენდში მივდივარ. ლორა, დისნეილენდში მე შემიძლია წაგიყვანოთ. ხომ იცი, მანქანისთვის ვაგროვებ ახლა ფულს. როდის ბენს, იმდენად ხარ შენს მანქანაზე გართული, რომ ნაყინსაც კი არ მყიდულობ და გავიწყდა. ლორა, დაბრუნდი, შენ ინანებ ამას. ბენს, გამოდის რომ ლუზერმა შენ შეყვარებული მოგვარა. ის ლუზერი არ არის, ის მილიონელი ლუზერია. მოშორდი აქედან. იცი რატომ მიატოვა ლორამ ბენსი? რატომ? იმიტომ რომ ის იაფასიანია. კარგი, ეს ლოგიკურია. ჰეი, ისინი მოდიან. გუფი, შენ ძალიან მაგარი და მდიდარი ხარ. საერთოდ არ გავხარ ლუზერს. დისნეილენდში მეც წამიყვან გუფი. მე ჩემი საუკეთესო მეგობრის გარეშე არსად არ წავალ. პრობლემა არ არის, ყველასთვის მაქვს საკმარისი ფული. ის მაშინვე მოვიდა, როგორც კი გაიგო, რომ გუფი $1,000,000 მოიგო. $1,000,000 რომ მქონდეს, ლორა ახლა ჩემთან ერთად იჯდებოდა და არა გუფისთან ერთად. კარგი ლუზერო, აბა როგორია მოგწონს ჩემი შეყვარებული? თხო ბენს, ნუ ატეხა ვაჟიოტაშს. რა ლუზერი ხარ? ლორა, ამ ლუზერებთან ერთად არსად არ წახვალ, თუნდაც $1,000,000 ჰქონდეს. როგორც ჩანს გუფის პრობლემები აქვს. ჩემი გადასაწყვეტია ბენს. ნუ ჩხუბობ სულ. მე ახლა თავისუფალი გოგო ვარ. კარგი, გასაგებია. ჯობია ჩემოდანი მომცე, ლუზერო. ჩემს ლორასთან ერთად არსადაც არ წახვალ. ვაუ, მეგობრებო, მოემზადეთ. ჩემოდანს არ შეეხო, ეს შენი ფული არ არის. ლატარიაში მე მოვიგე, ეს ჩემი ფულია. მომეცი ჩემოდანი ახლავე. კარგი, წადი შენს დისნეილენდში, მაგრამ გახსოვდეს, როდესაც მას $1,000,000 გამოელევა და მე ახალ მანქანას ვიყიდი, ჩემთან მოახლოებაზეც კი არ გაბედო ფიქრი. გუფი, მართლა მოიგე $1,000,000? კი, მაგრამ უკვე ვნანობ. რაც შეიძლება მალე უნდა დახარჯო და არანაირი პრობლემები აღარ გექნება. არ არის ფული, არ არის პრობლემები. როგორ შემიძლია ამდენი ფულის ასე სწრაფად დახარჯვა? მართლა არ იცი, სად დახარჯო $1,000,000, რომ ცოდნო და უკვე დავხარჯავდი. ყველაზე ძვირად ღირებულ მაღაზიებში წავიდეთ და ტანსაცმელი დავხარჯოთ. შეგიძლია კეთილი საქმე გააკეთო და თანხა ამინას დახმარებით ცხოველების ფონდში გადარიცხო. კამილი მართალია, ეს კარგი საქმე იქნება. იმედია ამას არ გააკეთებ და დისნეილენდში წავალ. მე იქჯერ არ ყოფილვარ. ჩვენ არსად არ გავპრინდებით. ამ ფულს ამინას მივცემ ცხოველების გადასარჩენად. რა ლუზერი ხარ გუფი? $1,000,000-იც კი ვერ გამოგასწორებ შენ. აქ სხვა არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ამინა, რამდენი შევაგროვეთ? დღეს $700. გოგოებო, ამინა აქ არის? დიახ. რა გინდა გუფი? კარგი ამინა, გავიგე რომ შინაური ცხოველებისთვის თავშესაფრის ასაშენებლად ფულს აგროვებ. შემთხვევით დღეს ლატარიაში ფული მოვიგე. აი, შეხედე. ვაუ, რამდენი ფული აქვს? თითქმის $1,000,000, რადგან დღეს დიდი პიცა ვიყიდე. მაგრამ ეს ძალიან ძვირიც არ დამჯდარა. ვაუ, გოგოებო, აქ მთელი თავშესაფრისთვის საკმარისი ფულია. ვაუ! ჩემი მეგობრები ალბათ ძალიან გაბრაზდებიან, როცა გაიგებენ, რომ ფული მოგეცი, მაგრამ მე მაინც დავეხმარები შინაურ ცხოველებს. აბა წარმატებები ამინა. საბოლოოდ ჩემი სურვილი ახდა. მე ვაშენებ თავშესაფარს შინაური ცხოველებისთვის. მეგობრებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხით და თვალყური ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას!